მოგესალმებით. თქვენს წინაშეა ქალაქ ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ჩემი, როგორც კლასის ხელმძღვანელის მოვალეობაა მოსწავლეებისათვის ვიყო გონიერი გზამკვლევი და კეთილი მეგზური. 10 თვის წერტილად წიგნი შევარჩიე, მისი სიყვარული და პატივისცემა. საყრდენად წიგნის საბუდარი ბიბლიოთეკა ვიგულე. ჩემი მარგალიტებისათვის ბიბლიოთეკა სანუკვარ ადგილად იქცა, სადაც იზრდებიან და შემოქმედის სულიერებით ყალიბდებიან. აქ, ქალაქის შუაგულში, ბიბლიოთეკის ეზოში, ოაზისი აღმოჩნდა. ჩვენ საშუალება მოგვეცა წარმოგიდგინოთ ლიტერატურული კომპოზიცია. მე დაბრუნებით ტკივილებს წყალში. ნაწილი 1. ლადო ასათიანი. მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ქართულ მწერლობაში ნიჭიერი ჯგუფი მოვიდა. პოეზიაში მარა ჭაბუკებად დარჩენილი თაობა. ისინი ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვეს პოეზიაში. პოეტები, რომლებმაც ხალასი და ექსპრესიული ლექსებით ახალი მომხიბლაობა შემატეს ქართულ პოეზიას, საქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებას. ამ თაობას ნიკა აგიაშვილმა პირობითად ჭაბუკებით დარჩენილ მარად დაარქვა. ესაა თაობა, რომელმაც ფერწერად განსაზღვრა არა მხოლოდ ლიტერატურული გემოვნება, არამედ მეგობრობის, სიყვარულის არაჩვეულებრივი მაგალითები დაგვიტოვა. მისი წარმომადგენლები არიან მირზა გელოვანი, ლადო ასათიანი, გიორგი ნაფეტვარიძე, ალიოშა საჯაია, ასლან ყოჩიაშვილი, სანდრო ჟღენტი, ალექსანდრე სულავა, გრიგოლ ხურციძე, ვლადიმერ უბილავა, ნიკო ხუციშვილი, სევერიან ისიანი, მიხეილ ფხაკაძე, შალვა სოსლანი, დავით ბატატიშვილი. ადამიანები, რომელმაც იცოდნენ ერთმანეთის ფასი. ამ თაობის დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომზე მსხვერპლა. ახლა ომში, ბრძოლის ქარცელში შექმნილ ქართულ პოეზიაზე არ მოგიყვებით. ეს სხვა თემაა. ახლა მხოლოდ ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, ალიოშა საჯაიას პოეტური ბიოგრაფიის მცირე დეტალებს გავიხსენებთ. ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ალექსანდრე საჯაია. თავიანთი ცხოვრების გაზაფხულზე წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ისინი თავიანთი შემოქმედებითა და ნაადრევი სიკვდილითაც კი მთელი თაობის ბედს განასახიერებდნენ. ომის ქარიშხალმა არ დააცალა მათ დაღვინება. ზოგი მძიმე შენმა გამოასალმა სიცოცხლეს. ზოგი მეორე მსოფლიო ომის წლებში ფრონტზე დაიღუპა. მათ თავიანთი ნიჭიერებით. მაშინვე მიიქციეს თბილისის საზოგადოებისა და მკითხველთა ყურადღება. სილაღე და სიცოცხლე შემოიტანეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებაში. რუსთაველზე დღესაც დგას ლადო ასათიანის ჭადარი, რომლის ქვეშაც ხშირად იდგა და ამბობდა ლექსებს. ამ თაობამ ახალი გაზაფხული მოიტანაო, ამბობდა სიმონ ჩიქოვანი. გალავტიონი კი მათ ოქროს ბიჭებს ეძახდა. ლადოს ბავშვობის დროინ დელიკატაცება ცხენისწყალი იყო. ჩამოჯდებოდა მდინარის ნაპირზე და ტკბებოდა ბუნების სილამაზის ცქერით. აქ მიღებული პირველი შთაბეჭდილებები გაცოცხლდნენ მის ლექსებში, რომლებიც ლეჩხუმის გამჭვირვალე ჰაერით უნთქავენ. ეს ჰაერი მოქრის როგორც ბულბულთა ნაამბურალი ვარდებიანი ბარდნარებიდან, გუმარეშის ყანებიდან, სახლის წინ ნაგრიგალარი გაფიცრებული ჭადრიდან, ცხენისწყლის ნაპირიდან. აკი უბის წიგნაშიც წერს. არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი საათი, რომ არ ვფიქრობდე ჩემს ბავშვობაზე. თითქოს თან დამაქვს ეს ბავშვობა და მისი შთაბეჭდილებებიო. სიკვდილის წინაც ვაჟა-ფშაველასავით მშობლიური ლეჩხუმის წყაროს წყალი ინატრა მამა პაპურის სარწყულიდან, რათა ჭლიქის სასტიკის სენით დაფეთილ ფილტვებსა და ცხელების ალმურით გათანგულ მკერდზე სიცოცხლის წყაროსავით ესხურებინა. ლადო ასათიანის სული უცებ გადაიწვა. თითქოს საკუთარი შთაგონების მაღალ ძაბვას ვერ გაუძლო. მაგრამ რა მშვენიერი იყო ეს წუთიერი აკაშკაშება. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლობა მის მიერ განცილი, ჭეშმარიტი სიყვარულის დღეებით განიზომება, როგორც ამას უაილდის მიერ უკუდაყოფილი ერთი აღმოსავლური თხზულება გვაუწყებს. მაშინ პოეტის ცხოვრება არც ისე ხანმოკლე ყოფილა. სიყვარული მან იცოდა მთელი არსებით. წარედ, დაუზოგავად. ამ აუტანელი სინდად იყო სავსე მისი მშფოთვარე სული. და ის ერთნაირი გატაცებით უმღეროდა საქართველოს ლურჯი ცის თავანს. უფლის ციხესთან გაშლილ ყაყაჩობდა საყვარელი ქალის ტანის სურნელებას. თუ ქართულ პოეტს მართლა უყვარს რაიმე, მან სიძულვილიც უნდა იცოდეს. ირონია იყო ლადო ასათიანის მეორე ბუნება. მაგრამ ეს გესლიანი სიცილი მხოლოდ ლიტერატურულ შინაურობაში დაიხარჯა. სალაღობოს ავტორს არასოდეს შეუბრალავს თავისი მაღალი შთაგონება დაცინვის შხამით. მხოლოდ გულბაათ ჭავჭავადისადმი მიძღვნილ ლექსში გაიელვა მისმა ეშმაკურმა ღიმილმა. ლაღად, უბოროტოდ.
გადამდები მხიარულებით. ამ უჩვეულოდ მგრძნობიარე ჭაბუკს თავისი დროის ბევრ სხვა ქართულ პოეტზე მეტი საბაბი ჰქონდა პოეზიაში, მაგრამ მას შეძლო უფრო მეტი. ძიმე წინადგრძნობით აღწეული ფიქრები სიცოცხლის შეუპოვარი რწმენით დაძლია. ლადო ასათიანს განსაკუთრებით უყვარდა სიტყვა ძლიერი. შეიძლება ითქვას, რომ მის პოეტურ ლექსიკონში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღმატებული ეპითეტი. სიძლიერებისთვის, მშვენიერებისა და სიკეთის სინონიმიც იყო. საკურველია ის, რომ 26 წლის პოეტმა, რომლის გვერდით ჩვენი დროის აღიარებული დიდოსტატები იდგნენ, მაინც მოასწრო თავისი განსხვავებული სიტყვა მიეწვლინა მკითხველისათვის. მან შეძლო ქართველი ადამიანის სულის უფაქიზეს სიმებს შეხებოდა. 1938 წელს ლადო თბილისში გადმოვიდა. ჩვენი თაობისა და ნორჩი ლენინელის ჰონორარის იმედით ცხოვრობდა. მერე რედაქციაში მუშაობას დაიწყო. ანიკო ვაჩნაძე გაიცნო, მალე იქორწინეს კიდეც. ქალიშვილი შეეძინათ მანანა. ლადო ასათიანის ლექსს ერთი იშვიათი თვისება აქვს. იგი ააღელობს ისეთ მკითხველსაც, რომელიც ჩვეულებრივ გულგრილია პოეზიისადმი. ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი 1939 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა გულისხმობა გამოიჩინეს, ავადმყოფი უკან დააბრუნეს. აბას თამაში ორჯერ იყო სამკურნალოდ, მაგრამ ვეღარაფერმა უშველა. სიცოცხლის ბოლო 3 წელიწადი საბედის წერო და ამავე დროს შემოქმედებითად ნაყოფიერი გამოდგა. 1951 წელს ლადოს პირველი წიგნი, ლექსები გამოვიდა. ჭაბუკობიდანვე სიკვდილის ნიშნით დაღდასმული, თითქოს ჩქარობდა. ცდილობდა სიკვდილისთვის დაესწრო და ყველაფერი ამოეთქვა. ლადო ასათიანი განსაკუთრებულ სულიერ ნათესაობას ფიროსმანთან გრძნობდა. ყველაზე მეტად ქართველი პოეტის სახელი ეამაყებოდა და რუსთაველის პროსპექტზე შეინობა მოსწონდა. იყო მაღალი, გამხდარი, ჰქონდა ფართო, ცისფერი თვალები, ამაყი გამოხედვა. თავაღერებული სიარული უყვარდა, თანაც მარტო. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კუთხესთან შეჩერდებოდა. ჭადრის ხეს მიეყრდნობოდა და ფიქრობდა. მეგობრებიც იქ აკითხავდნენ, როცა თავის საყვარელ თემაზე, სამშობლოზე, ფიროსმანზე, პოეზიაზე დაიწყებდა ლაპარაკს. თვალებიდან გამოჭრილი სხივი მთელ სახეს უნათებდა. ფიროსმანს 3 ლექსი უძღვნა. მეგობრებსაც წერილებში მასზე ესაუბრებოდა. ყოველი ჭეშმარიტად კულტურული პოეტი ისე უნდა წერდეს ლექსს, როგორც ნიკო ფიროსმანი წერს თავის სურათებს. ლადოს ცნობილ ლექსს სალაღობოს დედანში ასათიანური ერქვა. მისი პოეზია მთლიანად ასათიანური ბრძოლის ყიჟინასავით მჭექარი და იმედიანი. საქართველო იყო მისი საოცნებო სახელი. ამიტომ უნდოდა ქართლის ცხოვრების ეპიზოდები გაელექსა და პატარ-პატარა პოემებად ექცია. მაშინ ნახეთ სულ ზეპირად რომ ისწავლეს ჩემს ლექსებს მთელი საქართველო, ამბობდა მეგობრებში. საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე. წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. ეს გაფრენილი ფაფარი თუ მშობლიური ნისლია, ვისია 9 ბედაური 9 დარახტული ვისია, საიწავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები თამაშა, ომებში ნათამაშები. მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს, ბედშავო ვისაც ეძახი ვაი რომ ვეღარ იხილე. იმისი სული მტრედივით საში გაფრინდა ლაღა და აღარ ყავს შენი პატრონი ხერხეული ძიაღდა. ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების, თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყლილი მერნების. მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ, ამაოდ გაფიცხებულ ხართ, ამაოდ უხმოთ პატრონებს. ფოლადის ბექტარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ, ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაესწრნენ. ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა, იწვა სისხლისგან დაცლილი კურთხეულ იყოს მარაბდა. ეს აწეწილი ფაფარი თუ მშობლიური ნისლია, ვისია 9 ბედაური 9 დარახტული ვისია, დაწრიალებენ დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით. ხედრებო ასე უღმერთოდ, რად მიატოვეთ რაშები. ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგდებს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს. ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვყდეთ, მაგრამ არც მაშინ მტოვებთ სიცოცხლეს. საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე. წუთით მაინც დაბრუნდებოდეს,
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. ჰეი თქვენ, არა გველებო, გაუმაცხარნო ომითა, თქვენ საფლავებთან მოსულა და მოხლის მოდრეკვა მომინდა. შავჩოხიანო ვაშკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია, ეს სისხლი არის თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია. შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რომ გაგახალისად, ჟრიალი ხომ არ მოგესმათ, ოჟა ჯუხაის ფარისა, სიმღერა ხომ არ მოგესმათ, პატარა კახის ხმალისა, იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცსა მაბრამავებს კარიალა, მაშინ თქვენ თვითონ აღზდექით, დამარქვით ომახიანა თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი არა, მაესე ბებერი გარწანისი, რა ძალა მაბრდღიალა, ჰეი, თქვენ არა გველებო, გაუმაცხარნო ომითა, თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. ისე გავიდა ეს გაზაფხული, მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი, მე სიყვარული თუ არ დაზაფრული, კიდეც რომ სურდეს ვეღარ მიშველი. ისე გავიდა ეს გაზაფხული, მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი, მე სიყვარული ამიტან სუცებ დაგეძებ დამდეს ფიქთა კრებული, დავიარ თბილის ქალაქის ქუჩებს და დავბრუნდები აცრემლებული. ვაი სად გნახო, საით იქნები, შენ გაბიხარ და მე მალები, შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები და ამრღვეული ჩემი თვალები. ჩემთვის ერთია, სადაც იქნები ჩემ სიყვარულში და გაჯერებენ, შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ. შენ შემომხედავ წყრალი თვალებით, გაიცქრიალებ და შებრუნდები, მე ვნებიანი და ნამთვრალები, გეტყვი არ როდეს არ შემძულდები. ნუ გაფრინდები ჩემო ოცნებავ, ნუ გაგიტაცებს თოვა ქალური, მე შენთვის მინდა ეს საოცრება, ეს ჭაბუკე და სიყვარული. უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა. აზოვებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა, სტუმრებისათვის ლავაშები დახურეს სეფად და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად. დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა, დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა სუფრას გახედა. ჩანდნენ ორ მწკრივა ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები, ღვინოს წყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდა. მანჯერულაში გადიგრიხა ყურებზე უკან, მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა, თასი ასწია მიულოცალ ხინი თავათა და აზარფეშა ხინველივით გაინავარდა. სვესუ მოწყალოთ ღვინოები, ცეცხლის მქვევლები, მერიქიფებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები, მოფარდაგულზე გაიშხვართნენ თვრალი კაცები, ლეკურებივით მოიქნიეს ველი ყანწები. და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა, როცა ლავაშით დახურული სეფად დაიქცა, როცა დაიმსხრა სასმურები და დაილია, მაშინ გულბა ჭავჭავაძე გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაზე და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე. კაცი ვშობილვარ, ეს ხოვრება გამილევია და გამუსმაში ჭინჭილით არ დამილევია. ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადარჩა მარტო, ღვინით შეუსე და მოართვი ჭინჭილა ბატონს, შეტარტმანებულს ნახევარი ძარდა ეცალა, წყნით წამოწდა, ეს სახერი რომ არ გათავდა, სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათა და თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა, წაი ბორძიკა, წაი ფორთხილი, წაი ბანცალა და ნაცოხნალით გაბერილი, როგორც კამეჩი, არც და კარგული გაიშხვარდა შუა ღამეში, ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა თაიგულივით ხელში შერჩა, ჭრელი ჭინჭილა, გაჩაღებოდა მაყვალაკი თვალი კახურში და სუფრის ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახოსი. თითქოს იტყოდა, მას პინძელო ეს რა კაცია, ქვევრესა თქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია. მე ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საათნავას. მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ ქართველი ქალის ნოსა და ჯავარს და საქართველოს ლურჯი ცის თავანს, რომ უმღეროდა დაუღალავად. მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბას,
დილით ადრე რომ ააფრენ სლავას ორბელიანის ძლიერ მუხამბას ნიკო ფიროსმანს და საათნავს მე ვეტრფი იმ თეთრ ჩოხიან მაყარს კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს და კახურ ამბოხს შლექსსა და მაგარ შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს მე ვეტრფი მხოლოდ ლამაზის თვალებს ლამაზი არის თბილისში ყველა და სიყვარული თუ გონოთ მთვრალი და შველა უნდათ ლამაზებს შველა მე ვეტრფი მეტად რუსთველის სახელს ვით საქართველოს სინდის და ნამუს ყველა ღვინი მსმელს და ყველა კახელს ამ ჩემ პატარა ძველთა ძველ მამულს ქართულ შონგურს და ქართულ სალამურს თბილისის ცას და თბილისის ჰავას ნიკო ფიროსმანს და საათნავს მე დაჭრილი ვარ უიარაღოთ მე შენ სიყვარულს ვერ გავეკეცი ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვს მე გული მქონდა და შენ მოგეცი მე დაჭრილი ვარ უიარაღოთ მე შენ სიყვარულს ვერ გავეკეცი მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს და სურნელება შენი ტანისას გაშლილო მზეო გავსილო მთვარე უხაშხაშა ვარდო წინანდალისა მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს და სურნელება შენი ტანისას მე იგი მიყვარს ვისაც უყვარდა თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა ვისაც სახელი შორს გაუვარდა ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა მე შენ მიყვარხ და საქართველო უთქვენო თაბარა გამახაროზე მიწა მტერთაგან დაორდგუნველო თხო შენი კალთა გადამაფარო მე შენ მიყვარხ და საქართველო უთქვენო დაბა რამ გამახაროს ეს რა ეშმაკმა აბორგა ამაღამ ქარი ამიწიოკა დამირბია მანშთა გონება თბილისის ქუჩებს დავედევნე ვიხმე ამქარი დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად აქ ამ ქუჩებში დადიოდა როგორც სიზმარი საქართველოს ცას აკეთებდა მისი ოცნება ჩამოხეული ტან მაღალი მარათხიზანი მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება მივალ მხვდებიან საზანდრები ქუჩის მგოსნები ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები ტვინდა სეტყვილი ნიკალაის ძველი დოსტები და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები ვეტყვი როგორმე მოიგონეთ ძია კაცებო ლოთი მხატვარი მარტოსული და მეგობარი მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი თვითრჯული იყო აუნღრია სისხლი თბილისმა სულ მარტო იყო მარტო სვამდა მარტოდ გათავდა ფუნჯის მოსმის დროს ქონდა რაღაც ჯადო თილისმა არაკს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა როგორ არ მინდა ძლიერო სცენო ლექსი ქართულად რომ მოგიხსენო როგორ არ მინდა ჩემს სიჭაბუკეს დააჩნენ შენი შავი ჩერდილები ეს რა უშრედი ცეცხლი დამბუგე პირზე მარიდები ქალი შვილები შენ შეკრჩეს ვაჟასე ბელტების დაღნა ჩემს წინააღმდეგ აღზდეგი ახლა შენ ბოროტების გარეშე ვერძლე შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს და შეაშებოდე რომაელები მაგრამ ახალი დროის ქალვაშებს ამაოდ ცდილობ რომ გაერევი შენ შეკრჩეს ვაჟასე ბელტების დაღნა და ჩემს დაცემას ნულა მოპახლა ო განვე ჩემგან ძლიერო სენო ჩემ შემდეგ ნორვინო მოგიხსენოს ვიდრე სიკვდილი გამახვევდეს ბნელ მოსასხამში ვიდრე სიკვდილის ჭვალი გულზე დამესობოდეს უკანასკნელად დამაწვინეთ ჩემს ზოდა სახლში უკანასკნელად ვიდრე თვალნი დამევსობოდნენ უკანასკნელად პაპი ჩემის გაჯორგილ ტანზე დამიგეთ მაგრად დამახურეთ შავი ნაბადი უკანასკნელად უდრტვინველად მიმყოფეთ ასე ვიდრე სიკვდილი შფოთიან სულს გამინაბავდეს ვის უნახავს სასაფლაო უფლისე ხელით დახატული აქეთ იქით საფლავი და მათ შორის ნაგადული და მათ შორის ნაგადული ვით სიცოცხლეს ლორჯი თვალი ვითი ესოსენ ტანჯულ მკერდზე გადამამსკადარი სისხლის ღვარი ვის უნახავს სასაფლაო უფლის ხელით დახატული ვის უნახავს საფლავებში როგორ მოქრის ნაგადული როგორ მოქრის როგორ მოკოხზე ვით სიცოცხლე უშიშარი და როგორ დუმ სასაფლაო ვითი ესოსო ლორჯი ტანი ვის უნახავს ყვავილები ნაკადულის ნაპირებზე და პეპლები ყვავილებზე დაფრენას რომ აპირებდნენ
შავი ჯორების მაღლობიდან ტკბებოდნენ საამური, ნაკადულის საამური გალობიდა. ვის გინახავთ სასაფლაო, თავს რომელი იმეტებდით? მე მინახავს. მე მიცვნია დაკარგული იმედები. გაფრენილი ოცნებები, გაძარცული გვირგვინები. მე მინახავს ვით სიცოცხლე, მე სიცოცხლე ვიგინები. ეს მე მდგარ ვარ. შვილო ჩემო ცივი ქვების პირდაპირა და სიკვდილის შავფრთიანი. ყელს მხვევია პირდაპირად. მე მიგრძნია შავი შიში. ამ მდუმარე ლოდებიდან მეც აქ უნდა დამეძინოს. მეც აქ უნდა მქონდეს ბინა. იქნებ ექსულ მალე მოხდერს იქნებ ღირს ვარ გასაწირად მაშინ ერთი დაიხსომე ჩემო ქალო პაწაწინა. მოძქრიალდი ჩემს საფლავთან ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი ვით ეს შლეგი ნაკადული ვით ყვავილთა დედოფალი დაიხარე პიტალოზე ამაყიდა დანამამშვენი და ყვავილთა დედოფალ მოიგონე მამაშენი. მოიგონე მამაშენი შუშა ოქროდ გასაზრდელო. თქვი რომ მოკვდა სიყვარულით შეუყვარდა საქართველო. თქვი და ისე გაიცინე მანანაო თვალხატულა რომ მე გულზე გადმიქროლო სიცოცხლე და ნაკადულად. ვის უნახავ სასაფლაო რის ხელით დახატული ვის უნახავ საფლავებში როგორ მოჰქრის ნაკადული როგორ მოჰქრის როგორ მოჰქუხს ვით სიცოცხლე უშიშარი და როგორ თუ სასაფლაო ვითი ესოს ლურჯი ტანი. წუხარებამ და მელანქოლიურმა განწყობილებამ მის ლექსებში ადგილი ვერ პოვა. სიძნელის წინაშე კაცი არ უნდა შედრკეს, ქვითინი არ უნდა დაიწყოსო. დავწერე ლექსი, სახელწოდებით სასაფლაო. დიდი ხანია მინდოდა დამეწერა და აბას თუმანში ერთმა შემთხვევამ განმახორციელებინა. აქაური სასაფლაო ნახე. უცნაურია, თაში რამდენიმე საფლავია. გვირგვინების ნარჩენები, ნიაღვრისგან მიწისპირზე ამოყრილი თავის ქალები და ყბები. ხოდა ყველა ეს არაფერი იქნებოდა რომ არ იყოს ერთი რამა მოიმედო სანახაობაში. საფლავებს შორის მოჰქრის მთის ნაკადული. ორ ნაწილად ყოფს სასაფლაოს. მოჰქრის როგორც სიცოცხლე. მე მგონი შესანიშნავია. ტუბერკულოზის გამო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პოეტი მირზა გელოვანი წერდა. ისევ დავბრუნდით თბილისს, ვარ ისე საშუალოდ, არა მიშავს რა. დავდივარ უსამსახუროდ და უფულოდ თბილისის ქუჩებში და მაინც არ ვწუხარ, რადგან საქართველოში ვარ, ხომ იცი, სხვა საქართველო სად არის? ლოგიზე მიჭაჭული ლადო ერთ-ერთ წერილში წერდა. ნეტავი მირზას, ჩემს მდგომარეობაში ყოფნას ბრძოლებში მირჩევნია. იქ ვაშკასობას მაინც გამოიჩენს კაცი და დამიფასდება კიდეცო. თუმცა ვინ იცის რა სჯობდა. ლადოს მიწას რომ აყრიდნენ გიორგი ლეონიძეს საფლავში ჩაუძახებია. ბედნიერი ხარ გულზე საქართველოს მიწა რომ გაცვივა და შენ თბილ საფლავს ნათესავები და ტოლ მეგობრები დასტერიანო. რამდენი შენი ამხანაგი საყვარელი ძვლები დნება ახლა უკუბო და უსამაროდ ბრძოლის ველზე. განა რამდენ შინ მიუსვლელს დავიტირებთ ასე შენსავით. სიკვდილი ერთბაშად მოვიდა. ლექსის წერისას მიუსწრო პოეტს. ჰაერში ხელით რაღაც მოხაზა, ბაგი ოდნავ გახსნა და მას მსგავსი ბგერა აღმოხდა. ვინ უწყეს რას ნიშნავდა შუაზე გაწყვეტილი ბგერა, მამას თუ მანანას. სიკვდილის წინ თურმე მოხუცი მამის ხილვას ნატრობდა, დღენიადაკ სიძმარში ნახულობდა მას. იცის იყო ლადოს სულის ხილს გაშორდა, რომ კიბეზე ამომავალი კაცის ფეხის ხმა გაისმა. ოთახში პოეტის მამა შემოვიდა. მოხუცმა დაიგვიანა. ვეღარ აუსრულა შულს ნატვა. 1953 წლის 23 ივნისი ჩახჩახა ბზითა და მწვანე მინდვრების სუნერებით გაუმაცხარი ახალგაზრდა პოეტი სამუდამოდ მიაბარეს მშობლიურ მიწას. მაშინ თბილისი ბრძოლის ველზე დაჭრილ მეომარს გავდა. პოეზიისა და პოეტებისთვის თითქმის აღარავის ეცალა. ლადო ასათიანმა თავისი ცხოვრება და სიკვდილიც კი ლექსად აქცია. ის ბრძოლის ველზე არ მომკვდარა, მაგრამ თავისი გული ლექსებში გადაიტანა. ქართული პოეზიის სამსხვერპლოზე დადო და წინაპართა გმირულ უკვდავებას ეზიარა. ნაწილი მეორე ალიოშა საჯაია. ალიოშა საჯაიას თვალები, რიბირაბო, განისლული, დანაშაულზე წასწრებულივით დამორცხებული. ასე იხსენებს ლადო ასათიანის საკუთარ ჩანაწერებში თავის მეგობარს. თოვლი თოვს, თეთრი ქარია, თეთრ სამოსელი თვირთვები. უკანასკნელად რომ მიდიოდა სადგურზე გავაცილე. ჯერ თავის სოფელში უნდა ჩასულიყო და მერე იქიდან სვანეთში წავიდოდა.
ახლა რომ ვიგონებ რაღაც მოუსვენარი იყო. ხშირ-ხშირად გადამხვევდა ხელს და მირჩევდა, შენც ამოდი სვანეთშიო. თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ თავს იკავებდა. დიდხანს იდგა ვაგონის კიბეზე, მომაღლო შუბლზე ხუჭუჭად მან ცნიავი უთამაშებდა. იდგა თავის ოდნავ მოელოვანი თვალებით, ანთებული თვალები ცევდიანად იღიმებოდა. მანამ მატარებელი თვალს მიეფარა არ შესულა ვაგონში. ასე იგონებს წერალი ვახტანგ ჭელიძე თავის მეგობარს. საოცარი ნიჭითა და გაიგნობის დაჯილდოებული. ბედისა და ადამიანების ნებერი პოეტი ალექსანდრე საჯაია დაიბადა 1916 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიში. სასოფლო სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. მისი პირველი ლექსი 1925 წელს გამოქვეყნდა. 1938 წელს პირველი პოეტური კრებული. პოეზიის გარდა პოეტს სხვა ლიტერატურული ინტერესები და გეგმები ჰქონდა. აპირებდა საფუძვლიანად მოეკიდა ხელი თარგმანისათვის. მაგალითად, მთლიანად გადმოეთარგმნა შელის ლექსები, რომელიც მისთვის როგორც პოეტისთვის განსაკუთრებით ახლობელი იყო. მუშაობდა დიდ ისტორიულ პოემაზე. განზრახული ქონა დაეწერა საბავშვო ზღაპრების დიდი წიგნი. განსაკუთრებით ბევრის მოსწრებას ცდილობდა მისი სიცოცხლის ბოლო წლებში. თითქოს წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ სიკვდილს. ალექსანდრე საჯაია ყველა თაობის მწერალთაგან განებივრებული იყო. შეუძლებელი იყო იგი გაეცნო ადამიანს და არ მოხიბლულიყო. ჯერ გარეგნობა განაწყობდა განსაკუთრებული სიმპათიით. მაღალი ტანი, ზედმიწევნით პროპორციული აღნაგობა, იშვიათ ვაჟკაცური სილამაზის გამოკვეთილ ნაკუთებიანი სახე, ზომიერად მომაღლო შუბლი, რომელსაც ოდნავ შეხუჭუჭებული, მაყვალივით შავით მომშვენებდა. ხორბლისფერი სახის კანი, მარა დანთებული, პატიოსანი თვალები გაცხარების დროსაც კი სინარით უძმციმებდა. რითი იყო გამორჩეული თავის თაობაში ალექსანდრე საჯაია? პირველ ყოვლისა თავისი პოეზიით და არაჩვეულებრივი თარგმანებით. თარგმნა შექსპირის სონეტებს, ედგარ ალან პოს ლირიკას. პოეზიასა და სიცოცხლეს შეყვარებული და ისედაც შეყვარებული პოეტი. გაგიჟებამდე მიყვარს ერთი თავადის ქალი. ლადო, იმედია არ დამცინებ. არ ვიცი რა ვქნა ან როგორ მოვიქცე. რა არის ჩემი სიცოცხლე უმისოდ. წერს ლადო. ალექსანდრე საჯაია მოხმოდრაკი დაიტირა ლადო ასათიანი. მისი გარდაცვალებიდან 1 წლის თავზე კი ლიტერატურული წერილი დაწერა მეგობარ პოეტზე. პოეტი გარდაიცვალა ძალიან ადრე, სულ რაღაც 28 წლისა, 1944 წლის სექტემბერში. შევდივარ, როგორც უცხო მნახველი, სალამი კართამჩება უთქმელი და ჩემ მაჩერებს ჩემი სახელი კედელზე დალით ნაჩუქურთმევი. ეს ძველი დაფაც შევყურებ დიდხანს. შემდეგ ბურუში წარსულს ვიგონებ, დამნელ ფიცარზე ამოვიკითხავ 10 წლის წინა წაშლოს ტრიქონებს. ცნობილობ გერებს არის წრიალში, ეზოს ბავშვების ფეხით განათელს, გავხედავ განზე და ვიღაც ბავშვი შავი თვალებით შემომანათებს. ეს მე ვარ, ვინჩი თავი ვიცანი, მე ამოვკვეთე კედლის ფიცარიც და დღემდე შემჭა ცალკის სახელით. შეოდა ჩხუბი თან სითამამე, მაგრამ გიჟური თამაშის გარდა მეც ხშირად ცუდად მეძინა ღამე და მეც მიყვარდა. ბევრჯერ ცაზე ვარსკვლავი ვთვალეთ, გონდა ჯიბრი, რითმებს ვეძებდით და ჩემზე კარგად ლამაზის თვალებს ვეხარ ხატავდა მაინც ვერც ერთი. თქვენი თვალები ზღვას ბაძავი, მე მზის ვიგრძენი გულში ისარი დღეს ყველა ქარი, ფრენას მაძალებს და ეს აუდარიც ალბათ ზღვის არი. აგული იყოს და ჯავშნიანი, პოლადი რეკდეს ქარიშხლის ხმაში, ზღვის ღელოა ლურჯი კაბიშე რეალი, ზღვის მსხურევა თეთრი ხელების ტაში, ჩემი ხომალდი გადურჩა ავდარს და საუნჯეთა ფლობელი არის, მას ვარსკვლავები ტყვეებად ყავდა, მან დაატყვევა ყოველი ქარი, ჩემი ხომალდის გზა სიყვარული, თეთრი და ირმის ნახტომის მსგავსი, ჩვენ ვიცით მარტო გულის ფარულის და დაოხარჯავ ცრემლების ფასი. თოვლი თოვს თეთრი ქარია, თეთრ სამოსელით ვირთვები, ჩიტებო რა გიხარიათ, რისთვის მღერი ხართ ჩიტები. დიდი ზამთარი იქნება, ნეტამაც ასე ინებოს, თქვენ მაინც რა გეფიქრებათ, რა გენანებათ ჩიტებო, გადივლის დაიფარება, ფიქრებით თოვლის ქულებით თქვენ მაინც ვინ გეყვარებათ, ამ პაწაწინა გულებით. თოვლი თოვს, უფრო თოვდება თეთრ სამოსელით ვირთვები, მივდივარ, აღარ მშორდება,
კერდ გაღიღილი ჩიტები. ჩემი და თეთრი თოვლის ქალია და უყვარს მარტო თოვლი და თოვა. იგი ლაჟვარდის ერთი თვალია და გაზაფხულზე ენძელად მოვა. ჩემი და თეთრი თოვლის ქალია. მან იცი ჩემთვის სიმღერა ერთი და რომ მიმღეროს ტურმერცხვენია. მან შეინახა ცრემლები ჩემთვის, მაგრამ არასდროს არ უცრემლია. ჩვენი ამბავი ულამაზესი ერთხელ ნიამა თურმე გალექსა დასნი ავივით სურდა ალერსი, მაგრამ შედრკა და არ მიალერსა და განა მისთვის მწუხდი ძალიან და განა მუდამ იქნება თოვა. ჩემი და თეთრი თოვლის ქალია და გაზაფხულზე ენძელად მოვა. საღამოთი შველი გადამეღობა 100 წელიწადს მაძებნინა კვალი. თვარედ მეკცა ვარსკვლავებში შეტოპა მივდე ველვის მოგიზგიზე ხმალით. სალოცავად ქართველობა მეყოფად საფიცავად შენი თაფლის თვალი. უშენობით გული დამი მიწევდება დევის მკლავებს წაერთმევა ძვალა. კვალდაკარგულს ფეხი და მიმიწდება გავტყდები და მომაშოლებ დავალს. თისკაცი ვარ ხელით სამდე მიწუდება ქარის მუხლით მოგეწევი ქალავ დავიცვი და ენგურსავთ ხოლ მეგობარს. მომასხუროს მკერდზე წმინდა წყალი შენი შუქი ნელში გადამეღობა. ღრუბლებზედაც ნახე შენი კვალი. საამაყოდ ქართველობა მეყოფა საფიცავად შენი თაფლის თვალი. განამისთვის ვეწამი ამდენს რომ განშორება მეგლოვა ბოლოს. შენი ბაგენი ალუბლებს გავდნე მეც ალუბრები მიყვარდა მხოლოდ. ჯერანია ვიც ამავოდ ქრელდა ან სურს ამავოდ ვარსკვლავი თვალო. შენ ღვინისფერი თვალები ქონდა მეც შავი ღვინო მიყვარდა ქალო. ჩვენი რომ ნახედე ბავში მოცარტი ფერად ყვავილებს ფანდავდა ქარში. იღიმებოდა და საოცარი მეც სისარტყელა მიყვარდა მაშინ. ვინიცის მოვაკიდებ შხაპუნა ვიცი ერთხელაც იქნება გვიან. მე შენმა ზეცამ ცარი მაბკურა მე უშენოდაც მეჩნორი მქვია. თვალებო ჩემო ეს თეთრი ფეთქვა რა არის ან და სადა აქვს ბოლო. მე უცებ მსურდა ფიფქისთვის მეთქვა რომ ნაადრევი ვარდია მხოლოდ. მოდის ჩამოდის ცამოცქრიალე ციმციმებს ცეკვავს და ვეღარ უცქერ. პირველი ფიფქი რა მორცხვი არის შუბზე დამეცა და გაქრა უცებ. იქნებ ეს იყო ძილში ნახული ან მაისის დღის ოცნება ვაგე აბარა იყო ის გაზაფხული. რა სითბო ჰქონდათ გაყინულ ბაგეთ რა იყო თოვლი როგორ ფრთებოდა. უხილავ ფრთები საფართქალებით მე მარტო გულით ვეკითხებოდი და მპასუხობდნენ მარტო თვალები. ჩვენ სირგლე მხოლოდ სუბუქად მქროლი ქარი უთეთრეს ფარდაგებს შლიდა. საღამო იყო და იყო თოვლი და სახურავებს ათოვდა შვიდად. არაფერია წვიმას აპირებს ქარი ავდარი და მისტერია. ფიქრებმა ერთხელ მეც ამატიეს შენ კი მითხარი არაფერია. ლამაზი იყო მზე იყო მხოლოდ თეთრი სიზმარი თეთრი ფერია. მე სიყვარულიც დავკარგე ბოლოს შენ კვლავ მითხარი არაფერია. ცრემლები დაშნენ დღესდღენი მიხვა გზებს იავარდი და უფენიად არაფერია. მე ბავშვი ვიყავ თორემ ცრემლების არაფერია. მოიტად ღვინო სულში ფარულიც არ დარჩეს კიდევ ჩრდილი პატარაც. ხედავ მეწვია მე სიხარული მაგრამ ძნელია მისი ატანაც. მოიტად ღვინო სისხლს ერთვის შეგათრთოლებს და სისხლის ფერია. გიждები ახლაც მაღირსე ერთი ძმავე გძვირფასი არაფერია. ნაწილი მესამე მირზა გელოვანი. არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა. რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს, რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე. მომავალი პოეტი რომელსაც რეზო დაარქვეს 1917 წლის 2 მარტს დაიბადა. ლექსების წერა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო.
თავიდან ლექსებს მზის კაცის ფსევდონიმით წერდა, მაგრამ შემდეგ ფსევდონიმად მირზა შეარჩია. თანამედროვეთა მოგონებებიდან ჩანს, რომ მირზა გელოვანი ლამაზი გარეგნობისა და დაუდგომელი ბუნების თამამი, ამაყი და თავნება ბიჭი იყო, რომელიც გამუდმებით თავგადასავლებს ეძებდა. 1935 წლიდან პოეტის პოპულარობა იზრდება. მირზა გელოვანის ლექსები უკვე ჩვენს თაობასა და სხვა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდება. როგორც ჩანს, კალმის გარდა მირზა გელოვანს იარაღთანაც ბავშვობიდანვე ჰქონდა ურთიერთობა. 9 წლის აყოფილა, როცა მისთვის პირველი თოფი უჩუქებიათ და 13 წლისა უკვე გამოსილ მონადირეებთან ერთად დათვებსა და მგლებზე სანადიროდ თებში დადიოდა. როგორი მადლობელი ვარ დედაჩემო, იარაღი რომ შემაყვარეთ ბავშვობიდან. იარაღის სიმართლე და ვაჟკაცობა. ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსთვის სიკვდილს არ უხდება ცრემლები. წერდა მირზა დედისათვის გამოგზავნილ წერილში. ფრონტიდან გამოგზავნილი დენთისა და ტყვიის სუნით გაჟღენთილი წერილები ლექსებითაა სავსე. მირზა ხშირად აგზავნიდა ლექსებს ლიტერატურის საქართველოსთვის, თუმცა არ უბეჭდავდნენ. ცნობილია წერილებით ისადმი, სადაც გულის ტკივილის წერს. ნუ თუ არ იყოთ ჩემს ლექსებს სიმართლე არც ერთი მათგანი რომ არ დაბეჭდეს. გიგზავნით ლექსებს და ყოველას გთხოვთ დაბეჭდოთ ისინი. რატომ არ იბეჭდებოდა მირზას ლექსები? მაშინ ასეთი დირექტივა იყო, ომზე ლექსები მოწოდებას, პატრიოტიზმს უნდა შეიცავდეს. მირზა კი სიყვარულზე, თბილისის გაზაფხულზე და მონატრებაზე წერდა. ყველა მოკლე და ქერათმის ნახვით გამახსენდება თმების შოლტები. როგორ არ მინდა, მაინც მივდივარ, მაინც გშორდები. მირზა თითქოს გრძნობდა, რომ ბედის წერა სამშობლოდან, სადღაც შორს, უცხო ქვეყანაში დატოვებდა და უკან დასაბრუნებელი გზა არც ისე იოლი იქნებოდა. ალბათ თავის ლექსებშიც ამიტომ გვიბარებდა ასე ხშირად. მე დავბრუნდები, მე შენი თმები დამაბრუნებე. პირველი ლექსი 4 წლის ასაკში დაწერა. ლიტერატურულ წრეებში მას 16 წლიდან იცნობენ. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა ჩვენს თაობასა და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები. იმავე წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს, მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომში. მისი პოეზია ომის ხმაურში იქმნებოდა. ბედმა უცნობი გზით გამაქან. თქვენ დარჩით შორიც აზედად შორი. და როგორც კარტში აგურის ქალებს, გქონდათ ქერათმა და ყელი ბროლის, მეკბირდებოდით, რომ დაბრუნდები. რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ, მაგრამ დღეები როგორც ქორდები, ჩემს შეპირებას ანადგურებენ და სადმე ტყვია თუ გააციებს. გულს საშინელი განადგურებით, თქვენმა პატიეთ, ხომა პატიეთ, დანაშაული არ დაბრუნების. მე არ ვარ გმირი, ცეცხლში ბრძოლების ბედი მწყალობს და სიკვდილს სახელებს. არ დაბრუნება, არ მეძნელება, უფრო ძნელია თქვენზე წუხილი. მიტომ კი არა, რომ სიყვარული იყო პირველი, იყო უთქმელი, რომ მოპარული, რომ დაფარული, არ გავდა სხვისას ალერსი თქვენი, რომ ღამე ჩვენგან დამწვარი ერთად იყო მხურვალე, ვიდრე ვიცოდი, რომ გრძნობა ჩემი ძაფრი და კვეთრი, სხვასთან ამგვარად ვერ დაიწოდა. იქ სადაც სხვები მქვებს დაემსგავსნენ, სისხლის წვიმაში, ტყვიების ჩქერში. მე არ უკარგავდი სიმაღლეს ჩემსას, რომელიც ოდეს გიყვარდა ჩემში და სასიკვდილო ტყვიების ფარფათს ღამეში გააწვდილ ცეცხლის ზენებად მე ვუცქეროდი, როგორც სანახავს, როგორც უცოდველ მშვენიერებას. ხანძრებს ღამეთა კალთაზე დგაშდილთ, გზებზე ჩახერგილ ღამეთა ლოდებს მე ვუცქეროდი თვალებით ბავშვის, რომელიც ასე გიყვარდა ოდეს. შენ ნახე, როგორ იწოდა ზეც, გაუგონარი მღორიე დაწვით, შენ გახსოვს ტყვია მე როგორ ამცდა და ამხანაგილს გულში გაცივდა, როგორ დაეცა იგი დაჭრილი, როგორ კაწრავდნენ მიწას თითები და გაზაფხულის შორი აჭრდილი, როგორ მოქონდა დღეს გაფიტრებით, მაგრამ მითხარი განაგიშველის, რომ შედრეკე ახლა სიკვდილის გამო, რამდენი ნახე შენ ფეხში შველი, ბავში, უსახლო და უდედა მამო, შენ მიდიოდი,
გზა იყოს სისხლის და ბავშვის თვალებს უცული და იერს სიკვდილისაგან შენ ვერ აგიხსნის თვითონ სიკვდილი თუ არა ძლიერს ჩემს მიწურ ქოხში შემოდის ხივი და კუთხეებში აყენებს ჭრდილებს და ჩემი გულის განწირულ ხილს თავისებურად ხმას აუჩვილებს რა თქმა უნდა შენმა ოცნებამ არ შეუძლია წარმოიდგინოს მაქვს მინდია სებრბძენის მოთმენა სისხლის ღამე და სისხლის ლოგინი მაქვს სიყვარული იების სუნთქვა სხვა კი ძვირფასო არც ვინ ატრევდი ვარ ერთი ვინმე ცასავით სუფთა და ცაზე ვრცელი გულის პატრონი ვარ გათენება ცაზე ასული მზე დაფენილი ყვითელ ასოებს როგორც ოცნება როგორც წარსული ბედი გვაშორებს და გვაახლოებს და შენზე ფიქრი მინათებს სახლში უჩინარ ბილიქს და ნაბიჯ გვიანს ხსნა თუ ასადმე შენ ერთი იხსნი რასაც გული და ბავშვობა ჰქვია ყველა მოკლე და ქერათვის ნახვით გამახსენდება თმების შოლტები როგორ არ მინდა მაინც მივდივარ მაინც გშორდები ასეთ იშავდნენ ძველი ზღაპრები ასფურცელას და ოქროს თმიანებს ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები და შენზე დარდში დამთენებია გზავრი ვარ შენზე ფიქრებს უნდები და აჭრდილებთან თამაშს უნებელს მე დავბრუნდები ხო დავბრუნდები მე თქვენი თმები დამაბრუნებები მე მხოლოდ მახსოვს რომ გასაშრობა ცასეწვა ნისლი უკაბადონო მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა თქვენ უსირცხვილოდ ტყუით ბატონო შეხედე ჩემს გულს 1000 გზის ნაგმობს ქარმა ხამემ და სიცივე მაცრა თქვენ რახაც სუფთა ყვავილზე ამბობთ ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად მე მხოლოდ მახსოვს ქარი უხინოთ მიაქანებდა ბეწუ პატრონოს თქვენ უსირცხვილოდ ტყუით ბატონო ხომალდი ჩემი ტაღებს ქაფიანს არც შველას თხოვდა არც თხოვდა შეხლას მე მაქვს ubავშო ბიოგრაფია და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად ჩემთვის რა იყო ეს საღამო არავინ იცის მე მივდიოდი შორჩებოდა ყნებობის ბუნება დედა გრიგალში გადაკარგულ სწოხელით მიცდით და ჩემს სიცოცხლეს ლოცულობ და ჩემს დაბრუნებას როდესაც წევარ ცივ სანიგარში და ბრძოლა დამღლის მოდის თქვენი როგორც კონესა საკუთარ ძოლების და თქვენ რომ თქვენი ლოცვა მეჩვილი ბალღი ამ სასტიკ რიგალს ვერ გაუძლებდი გახსოვს თენება მე გტოვებდი თქვენა და თბილის თქვენ არ დიროდით წვიმას წრი და სიო და ქუჩებს ერთი თენება გულს აგდებს დაფარავს თერთვილით და სხვა 1000 ვერც გაალხობს ვერც დააყუჩებს საწმინდის თავზე ინგრეო და ნისლის ნინები თქვენ მაპატიეთ თუ დავკარგე ბავშვის სიცილი თუ ჩემს თვალებში საშინელი სხივი კიაფობს კითხეთ ქარს ეგენ მან გიამბობ ჩემი ზეკოდელი და უცნაური დაბადება ჩემი გიამბობ მე გამარჯვება დამაბრუნებს თქვენთან სწორებთან მე გამარჯვება გადამიყვანს მთებზე ქედებზე ყოველი წვიმა თქვენს დუღარეთ სრემლს მაგონებდა და ის სრემლები გამარჯვების გზებს მიქეზებდნენ სახეში გვათავს მტერი არაჩანს სიკვდილის ნატრა გამიხდა დარდად დგევარ სხივებით სველი ფარაჯა არაფერს მაძლევს სიცივის გარდა რა სასტიკია რა სატირალი ზღვის ქვეყანაში თოვლი პირველი მე ვხედავ თოვლზე დაყრილ ნაფოთებს მეზობლის ბიჭი ამზადებს მარხილს ბაღში ჩემი ძმა დაბერტყავს ტოტებს თოვლის სიმძიმით მიწაზე დაყრილს გუზგუზებს ოხრავს ჩვენი ბუხარი ფანჯრის მახლობლად ჭყივის ბეღურა ჩემს დაკარგვაზე დედამ წუხარებს და მამა ჩემი კარგი კეთილი შრომობს შუმი და გულდაკეტილი მინდა იქ ვიყო გაყინულს დაღლილს მათრობდეს ბუხრის მახლობლად წოლა მესმოდეს ყეფა მეზობლის ძაღლის და უნებრივად მივლიდეს ჟრჟოლა ან ვიყო ბავშვი ტკბილი ფიქრებით ბეღურასავით ვაგებდე ბინას ან ვუცქეროდე თოვლის ფიფქები როგორ ადნება ფანჯარის მინას
მაგრამ მომი დღენი წავლიან მე კი ვერ ვიგზნობ მშობლიურ სითბოს იქ ჩვენს ეზოში ძაღლი ჯავრია ჯავრობს ყმუის და ეს მე ვარ თითქოს მე დაბრუნებით ტკივილებს წავშ ოღონდ მოსულამდის ოღონდ ბოლომდის როგორც გაზაფხულს ელიან თაში შენი ლამაზი გული მელოდე შევყრი მეგობრებს მაღალა მაყრინოს ორღობებში გასროლას დოღის სერცის ჩამოხსნას მთების შერყევას ჯილდოდ მოუტან ხორვალე ლოდის და შენს ეზოში დაუკრავ ზურნა დაბალი ხმები დუდუნი დოლის აგიცხადდება სიზამარი შორი გაგახსენდება დობილთა ზრუნვა გეტყვია ой კარგავ ბავშვობას ой დობილებს გტოვებთ ბავშვებად მშვიდობა ყმობას და თამაშობას მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი ოღონდ მოსულამდის ოღონდ ბოლომდის როგორც გაზაფხულს ელიან მთაში შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს ნუ მწერ რომ ბაღში აყვავდა ნუში რომ მთაწმინდაზეც სადაწვა თითქოს რომ საქართველო ამ გაზაფხულში როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი რომ შენს ჩაიცვი კაბა ყვავილის რომ მტკვარი ოხრავს როგორც ყოველთვის როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს და საშინელი ბრძოლების ნისლში მე მომეჩვენა სადღაც ჩვენს უკან აელვებული იდგა თბილისი ორთაჭალაში ყვაოდა ნუში მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს როგორც ყოველთვის და შენ ძვირფასო ამ გაზაფხულში როგორც ყოველთვის მოგავდი ხვითოს ნუ მომწერ ისეც ვიცი რა გვარი ფერებით ყვავის თბილისი ახლა რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამი და დილისათვის ამწვანებს ნახნავს მე ისიც ვიცი რომ კარგ ამინდებს მოაქვს გულები საამოფეთქვა და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს თუ გაზაფხულებს შეხვდებით ერთად გეტყვი რომ მოვედ ბრძოლა ნახული და სიკვდილამის შენთანვე დავრჩები რომ ლამაზია მზე გაზაფხულის ბრძოლების შემდეგ მზე გამარჯვების გაზაფხულის מחარობელი ყვავილი ია მას შემდეგ იქცა მირზაგელოვანის სიმბოლოდ 20 თბილისიდან მეგობრით გაგზავნილ ამანათში ამ ყვავილის კონაც იდო მას შემდეგ ჯიბით დაატარებდა და დამჭკნარი იების კონა საფლავშიც წაიღო მირზაგელოვანი გაუმხელს სიყვარულს და იებს ომში ჯიბით დაატარებდა წერილებიდან ჩანს რომ პოეტი რთულ სიტუაციას არებუება ჰოდა აი გამამწეს ეს ანუ ნომერი დამაკრეს თუ ვინ იცობა ნომრით გამომიცნონ თქვენ იცით რა არის ჯარისკაცისთვის ნომერი იგი მედალიონს წააგავს და მედალიონივით ან გულზე უნდა დაიკიდო ან ტანსაცმელზე დაჰკერდეს ის პატარა კოლოფია სადაც მებრძოლი თავის უკანასკნელ ბარას ჩადებს ჩემს ნომერში არაფერი იქნება მე იგი სიკვდილის ანგელოზივით მძულს და პირველი კონტროლის შემდეგ უთუოდ გადავაგდებ ფრონტიდან გამოგზავნილი წერილი ძვირფასო მშობლებო მე საოცრად შევეჩვიეს სიზმრებს მაგრამ თქვენ არასოდეს მესიზმრებით ზოგჯერ თქვენზე მიფიქრია და ისე დამეძინია მაგრამ არა და არა თქვენი ნახვა არ მიხერხდება დასწყელოს ღმერთმა ისე ფიქრებს რომ მე ამ წერილის წაკითხვაზე თითქოს ბავშვი ვიყო 25 წელი კი დამეწყო ამბობენ რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში მე მათ ვერ ვხედავ ჩემი გზა მილიონობით გზას მიყვება და არსად თავდება რადგან მილიონობით გზის დამთავრება არ შეიძლება მე ის ხაპრული მოყმევარ ყველგან რომ იპოვიდეს საკუთარ ადგილს ჯერა მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან ამ გრიგალიდან დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად მოვივლი ყველა გრიგალს და დავბრუნდები ახალგაზრდა ვარ და იმედიანი არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე მირზა მირზაგელოვანის ლამაზი სიცოცხლე 27 წლის ასაკში დასრულდა დედას სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე სჯეროდა რომ შვილი დაუბრუნდებოდა შავებს ჯიუტა დარიცონდა მოვა არ დაიკარგება ჩემი შვილი ამბობდა ხშირად მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა სიცოცხლესა და თავის სიყვარულზე უსასრულოდ შეყვარებული პოეტი მირზაგელოვანის უკანასკნელი ლექსი 1944 წლით თარიღდება პოეტის ბოლო წერილით სამშობლოში ამ დროს ჩამოვიდა
პოეტის ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებია და ჯერ ცალკე. შემდეგ კი ვიტებსკის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოსთან ახლოს დაუსაფლავებიათ. ეს ამბავი მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ბელორუსიდან მირზას დედას 1963 წლის 13 ივნისს მისწერეს ეს ცნობა. ამ დროს პოეტის დედა უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, რომ მირზა დაბრუნდებოდა. ბელარუსი, ვიტებსკის ოლქი, სოფელი სანიკი, ძმათა სასაფლაო. ქართველ გმირებს, რომელმაც ბელარუსისთვის თავი გასწირეს, ადგილობრივები კარგად იცნობენ. ძმათა სასაფლაო მათთვის წმინდა ადგილია და მას ისეთივე პატივისცემით ებრძობიან, როგორც ახლობლების განსასვენებელს. ისიც იციან, რომ ბელარუსში არ არსებობს ძმათა სასაფლაო, სადაც ერთი ქართველი მაინც არ არის დაკრძალული. სოფელ სანიკში ყველა მიცის, რომ მათ ძმათა სასაფლაოზე ცნობილი ქართველი პოეტი მირზა გელოვანი განისვენებს. მას უდიდეს პატივს მიაგებს ბელარუსის საზოგადოება, რაც შეეხება ნიშნის საქართველოში გადმოსვენებას. საკითხი საკმაოდ დელიკატურია და სირთულეს წარმოადგენს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი პოეტი მირზა გელოვანი დაკრძალულია ძმათა სასაფლაოზე. სასაფლაოს მინიჭებული აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი. არ ყოფილა ბელარუსში პრეცედენტი იმისა, რომ ძმათა სასაფლაო გაეხსნათ და ვინმეს ნეშტი სადმე გადაესვენებინათ. საუბარია მეომრების ძმათა სასაფლაოზე, სადაც ჩადებულია ეგრეთ წოდებული კაფსულა და 103 მეომრის ნეშტია დაკრძალული. ბელარუსის მხარის განმარტებით არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, მირზა გელოვანის ნეშტის იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მარცხნა გულის ჯიბეში ქართული იები მოქვს. სათუდად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან. ქრწანაში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდველზე უნდა იყვნენ მოკრიფლნი და მე მათში ვგრძნობ ქართული მიწის სუნსა და სიახლოვის. თინასაგან იები დამჭა სახსოვარი, ჩემი არავის არაფერი. ყოველთვის ღარიბი ვიყავი და ხელმოკლე, მაგრამ მე მქონდა უდიდესი მიზანი. დათო ცოცხალი დავრჩი, ჩვენი გამარჯვების შემდეგ განვახორციელებ ჩემს დიდ ლიტერატურულ მიზანს. წერდა ფრონტიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში მირზა. პოეტი 1944 წელს 27 წლის ასაკში დაიღუპა. ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ალექსანდრე საჯაია. მოგზაურობით შემოვიდნენ ქართულ პოეზიაში ჩუმად დაანთის სანთლები და ასევე უხმაუროდ ფეხაკრებით წავიდნენ ჩვენგან. თავიანთი სიცოცხლით შემოქმედები და ნაადრევი სიკვდილითაც ისინი მთელი თაობის ბედს განასახიერებენ. ისინი მხოლოდ პოეტები იყვნენ, მხოლოდ მეოცნებენი. სხვა თითქმის ვერაფერი მოასწრეს, მაგრამ მათ მიერ დატოვებული სინათლე, როგორც პირველი სიყვარულის ცრემლი, როგორც ყმაწვილი ლოცვის განუმეორებელი მხურვალება, დღემდე არ ქრება და უჩვეულო სითბოს გამოსცემს. დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდაეცეს. გაისარჯოს და ბრძოლებში გაიხარჯოს, გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეწას. საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს. დაუკარით, ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარხოში, ჯერ ხომ სარასაფათლები არ დგას ძვენია, ჯერ ხომ ცხეთისეთის ღვლის დიდ ტაძარში საქართველოს ხელიგულია სვენია. დაუკარით, დაიმღერეთ, რომ ფილტვები გვეთკინოს და დაგვებეროს. დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს. დაუკარით, დაიმღერეთ შადიანი ფიცხელ ომში რომ ღერო და მაჩაბენი. დაუკარით ძველებური დარდიანი, დაუკარით არწივების ასაფრენი. ცხრალ ახვარი რომ დამარტყა 9ჯერ გულში, ტრის ჯინაზე 9ჯერ მწარედ გავიცინებ, დავიხელები საქართველოს სიყვარულში, სასტუმალზე ერთხელაც არა დავიძინებ. დაუკარით, მოასწარით ორემ ჰეი და სიბერეთ სუმგელივით მოგვახტება. დაუკარით, ძველებული მოსალხენი, შავგრემანებ შავი ჩოხა მოგვიხტება. დაუკარით, ძველებული ლოთიანი, საათნოა რომ ღერო და შაითანდან. დაუკარით, განა ყველა ლოთი არის, განა ყველა სიყვარულში დაიშანთა. დაუკარით, ძველებული ლოთიანი, თორემ დარდი ღრუბელივით გასიუდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი წრფელი გული ცხელი გული გაცივდება საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მირზა გელოვანი საძმო საფლავზე არ არის დაკრძალული. იქ მხოლოდ მისი სახელი და გვარია მინიშნებული. მირზა გელოვანი დაახლოებით 10-12 მეტრს მოშორებით უზარმაზარი ხეების ქვეშ არის დაკრძალული. ასე რომ პოეტი, რომელიც დაგვირდა მე დავბრუნდები, ის აუცილებლად დაბრუნდება 72 წლის შემდეგ. არ მასვენებს ვიცი, უნდა უშველო თავს. ვეღარ სად ვერ გაგექცევი, ომი შენთან საუბარს გავს, ალბათ ისევ დავბრუნდები. მე გამოცურავს ყვავს და ნუ დაუჯერებს ყვავს მე არ მოვა მე შენთან მოვა დასრულდა არ დასრულებულა ურთიერთთანამშრომლობა მეგობრობა სიყვარული გვინდა მადლობა გადავუხადოთ საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორს ქალბატონ ნონო ჭევიძეს თანადგომისათვის ამ არაჩვეულებრივი გარემოს შექმნისათვის როგორც უძღები შვილები ისე მიგვიღო და ჩაგვიკრა გულში ქალბატონმა ნონომ ვიგრძელით გულის სიტყვა სიტყვის სიტკბო. ამიტომ ვერასოდეს მოვცილდებით მას, როგორც მშობელ დედას შვილები. ჩემს პატარებს წრფელი გულით უყვარხართ. მე საჯაროდ გიცხადებთ სიყვარულს, მიყვარხართ. გმადლობთ ქალბატონო ნონო. გვინდა მადლობა ვუთხრათ ღონისძიების ორგანიზატორს, ჩვენს უფროს მეგობარს ჟურნალისტ ირმა კეკელიძეს, ვუცხოდებთ მას დიდმდგომასა და სიყვარულს. მადლობა ქალბატონო ირმა, ჩვენი დღეებისა და ამ ღონისძიებისთვის კიდევ ერთხელ. გვინდა მადლობა უთხრათ ჩვენს უსაყვარლეს მასწავლებელს, კრეატიულ ქალბატონს მაიკო გვალიას. მისგან ყოველთვის გამორჩეული ხელწერის მოლოდინში ვართ. მადლობა მაიკო მასწავლებელო. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ქეთევან გერსამიას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ჩვენს ღონისძიებაში, ხშირად ჩვენი თანატოლი ხდება. გვპატიობს, რადგან იცის, რომ ეს ყველაფერი უნებლიეთ გამოგვდის. გვიყვარხართ და ეს განცლილი წლები და წუთები არასდროს მიიცემა დავიწეროს. მადლობა ქეთევას. ამავე საღამოს დღეს გვითხოვებდა ბენდის Night Stalker-ის სოლისტები გიორგი შულაია და დავით ნოდია. მადლობა. შეგასარი. დიდი მადლობა არაჩვეულებრივ გუნდს მთლიანობაში მარიამ გეთია. ეკატერინე ალანია. მარიამ ქოფურია. ნინი ჭანტურია. ანა ფიცხალა და სანდრო ნესკოროდოვი. დიდი
მადლობა თვითონ თქვენთანაც. დიდი მადლობა სახელოვნებო სასწავლებლოს ეს ჩვენი პოეტური საღამო უფრო პოეტური გახადა. მაიკო გვალიას რომ არა ეს კედლები ესეთი ფერადოვანი არ იქნებოდა და სახალისო ნანა ნადარეიშვილს ყველას ბაკარ ერაგიას რომელსაც მონაწილეობდა და ეკა გუგუშვილს ჩართულები იყვნენ. დიდი მადლობა მათ. დიდი მადლობა დამცრე საზოგადოებას. ეს იყო ჩვენი ცდელობა და რამდენად გამოგვივიდა თქვენი შეფასებები თუ კი გაქვთ სურვილი სიამოვნებით მოგისმენთ. ორგანიზაციას ხანძრასმე დიდი მადლობა. ყოველთვის როცა ვატარებ ღონისძიებას ეს ორგანიზაცია სულ გვერდით გვიდგას და თანამშრომლობით ხდება ამ შესანიშნავი ღონისძიების მოწყობა. მადლობა მათ. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. უპირველესად უღრმეს მადლობას გიხდით დღევანდელი საღამოსთვის. განსაკუთრებული მადლობა ორგანიზატორებს, ქუთის პირველ საჯარო სკოლას. ამ სკოლის მარგალიტებს, როგორც გიწოდათ, თქვენმა კლასის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევანმა, ქალბატონ ქეთევანს დიდი მადლობა ყოველთვის გამორჩეულია. თქვენი ღონისძიებები შემოქმედებითობით, ნიჭიერებით. განსაკუთრებული მადლობა საბიბლიოთეკო გაერთიანებას. განსაკუთრებული ფაციფიკი და ჟრიამულია. ისინი მართლა მთელი გულით ემზადებოდნენ ამ შეხვედრისთვის. დიდი მადლობა ქალბატონო ნონო. მადლობა ქალბატონ ირმა კეკელიძეს. მართალი გითხრათ, სულაც არ გამკვირვებია ის გარემო, ის შემოქმედებითობა, რაც აქ დამხვდა, რადგან თქვენს მიერ მომზადებული და ორგანიზებული ღონისძიებები ყოველთვის გამოირჩევა შემოქმედებითობით. ქალბატონო გვაქვს სამახსოვრო საშუალება და ახლა გინდა ეს გავხოცე. არჩევ გასაღიას. ირმა კეკელიძის წიგნი მე ქალაქი ვიყვარდეთ თქვენი ქალაქი. ეკატერინე ალანიანის. ვიყვარდეთ თქვენი ქალაქი. ანი, ვიყვარდეთ შენი ქალაქი, მარინა. ვიყვარდეთ და ქალაქიც ამაყობდეს თქვენით. ძალიან ბევრს აქვს სათქმელი, მაგრამ იმდენად შეგვიფრო მოგონებებმა, რომ ამ პოეზიით სავსე იყო, აქ არის თაობა, ის თაობა, რომლის ცხოვრება სავსე იყო ამ პოეზიით და შეიძლება ითქვას ჩვენ სწორედ ახლა ამ ლექსებზე ვფიქრობთ. საღამო იყო წნანი, თქვენთან ვიყავი გვახსოვს. ასე დაგამახსოვდება ეს საღამო, ასე დაგამახსოვდებათ თქვენ ეს საღამო. და მინდა აღნიშნო, რომ სწორედ ასეთ ფერმთელ ასულებს და ღირსეულ ვაჟკაცებს უნდა წაიკითხათ ის ლექსები, რომელთა დაწერა მოასწრეს ჩვენმა ღირსეულმა ქართველმა პოეტებმა. მინდა მადლობა უთხრა ჩემს მოსწავლეებს. ვფიქრობ, რომ მან ძალიან დიდი სიამოვნება მოგვანიჭეს და ერთი რამ მინდა უთხრა, რომ ეს არის პოეზია, რომლითაც შეიძლება ისწავლო, როგორ უნდა ემსახურო შენს ქვეყანას. და ის ადამიანები, რომელთა ლექსები მათ დღეს აიკითხეს, ღირსეულად ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან სამშობლოს და ქვეყნის მსახურებისა და სადმსახურების სადარაჯოზე. წარმატებებს გისურვებ და კიდევ ბევრი ლამაზი საღამოს ჩატარებას გისურვებ. იმწნება, რომ ეს ღონისძიება და ეს რეპეტიციები დამთავრდა, ჩვენ შაბათ კვირას ყოველ დღე ვიყავით აქ და ასე რომ ეს ბავშვები მარტო კითხველები კი არ არიან, ესენი ჩემი ძალიან ახლობლები გახდნენ. მე ძალიან მიყვარს ესენი და მოდი შევთანხმდეთ, რომ ჩვენი მეგობრობა გავაგრძელოთ. ძალიან მიყვარს. ვფიქრობდი, რომ უბრალოდ მოусმენ ჩემს შვილს, მის თანატოლებს და კიდევ ერთხელ დავწუნდები, რომ როცა ამბობენ, რომ ვაი, რა თაობა მოდის, ძალიან დიდი ბოდიში მომხადოს ყველა. ქალბატონ ნუნუს სიმღერა მაიძულა ეხლა მე გამოსვლა ზუსტად 30 წლის წინ, მე 7 წლის, ქალბატონ ნუნუ, მე და კიდევ 7-8 პატარა გოგონა და ბიჭი მოგვიყვანა ბიბლიოთეკაში.
თქვა რომ ჩვენ ვაკეთებთ ციკლის მოყვარულთა წრეს და გითხრა რომ ბავშვებო იცით რა თქვენ წერად შეგიძლიათ, კითხვად შეგიძლიათ, მაგრამ არის იმაზე ბევრად მეტი რაც არის უბრალოდ 33-100-ს ცოდნა, ეს არის კარგი ლექსის წერა, კარგი მოთხრობის წერა და თუ ჩვენ ვერ შევცვლით გავხდეთ კარგი პოეტები და მწერლები, ჩვენ შევცვლით ვიყოთ უბრალოდ კულტურული ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა ამ საღამოსთვის. ძალიან მადლობა იმ წლებისთვის, რაც მე ამ ბიბლიოთეკაში გავატარე. ირმასთან ერთადაც ძალიან ბევრი საინტერესო თემა აქვს ტელევიზიაში გატარებული და ამ ბავშვებს ვიცნობ დაახლოებით 6 წლის ასაკიდან და ძალიან დიდი ბოდიში მოიხადოს ყველამ ვინც იტყვის რომ ცუდი თაობა არ მიჩნდება ჰეივინ მოდის მან მომავლიდან, იმიტომ რომ შესანიშნავი თაობა მოდის და ვიცი რომ იმედიან ხელში გადავაბარებთ და ყველაფერი კიდევ უკეთესად იქნება. Thank you.